8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. იუნესკოს მიერ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული ღვინო სწორედ გაზაფხულზე იბადება. ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევისა და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მრავალწლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8000 წლის წინ აყენებდნენ და ეს ტრადიცია დღემდე უწყვეტად გრძელდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს ვფიქრობ კიდევ ერთი აღიარებაა და დაფასება ჩვენი დარგის და ასევე აღიარება იმის, რომ საქართველოში მევენახეობა, მეღვინეობა არის მათ შორის სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი. რა თქმა უნდა, სასურველი იყო, რომ აქამდეც ყოფილიყო მსგავსი დღესასწაული, რომელიც სწორედ ღვინის კულტურას, სწორედ ჩვენ ტრადიციებს, მათ შორის ქვევრში ღვინის დაყენების და ასე შემდეგ მიეძღვნებოდა. ის რომ გაზაფხული შეირჩა ამისთვის, ესეც არ არის შემთხვევითი, ვინაიდან იმ ტრადიციული მეთოდით, რომელიც დაცულია იუნესკოში, როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლი, სწორედ გაზაფხულზე იბადება ღვინო, სწორედ გაზაფხულზე ხდება ქვევრის მოხსნა, თავის მოხსნა, ქვევრის ჭურის თავის მოხსნა და შესაბამისად შემოდგომაზე ჩაყრილ საფუძველს სწორედ მეღვინეები გაზაფხულზე, ასე ვთქვათ, ვიღებთ ხოლმე პროდუქტის სახით. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ და ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ, რომ ეს მათ შორის გლობალურ ბაზარზე მსოფლიო მასშტაბით გავრცელდეს, რომ საქართველოში არის ესეთი დღე, არის სპეციალური დღე, რომელიც ეძღვნება ღვინის კულტურას, ღვინოს და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს როგორც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას, მათ შორის რა თქმა უნდა, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას პირველ რიგში, ასევე კიდევ ერთხელ მოხდება საქართველოს ასოციაცია მეღვინეობასთან, მეღვინეობის კულტურასთან და შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება ქართული ღვინის პოპულარიზაციას.